საჯარო სამსახურის რეფორმის წარმართვა გულისხმობს ადამიანური რესურსების მართვის ისეთი სისტემების დანერგვას, რომლებიც ახალ ეტაპზე გადაიყვანს საჯარო მმართველობას და ორიენტირებული იქნება თანამედროვე ეფექტიანი მმართველობითი სისტემების განვითარებაზე. ამ ამოცანის განხორციელება პირველ რიგში მოითხოვს ადამიანური რესურსების მართვის ძლიერ რგოლს, რომელიც თავისი სტრუქტურული იერარქიით და ექსპერტიზით დაეხმარება ორგანიზაციას სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში. ადამიანური რესურსების მართვის ამოცანებია. შეაგროვოს და გაანალიზოს ადამიანური რესურსების მართვის საკვანძო მონაცემები, სამომავლო მიზნები და გამოავლინოს ორგანიზაციის განვითარების მიმართულებები, რისკები და შესაძლებლობები. პროაქტიულად დაგეგმოს პრაქტიკები, რომლებიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტიან ფუნქციონირებას ადამიანური კაპიტალის მიმართულებით. საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის ფუნქციებია. საქართველოს კანონმდებლობითა და საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციებით შექმნილი მეთოდოლოგიების დანერგვა, რომელიც გულისხმობს ჩართულ მხარეთა ინფორმირებას, კონსულტირებას, სწავლების უზრუნველყოფას. თანამშრომელთა უფლებების დაცვა და კეთილდღეობაზე ზრუნვა. დაწესებულების მიერ თანამშრომელთა მიმართ ნაკისრი ვალდებულებების დაცვის უზრუნველყოფა. დაწესებულების როგორც დამსაქმებლის იმიჯზე ზრუნვა, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში. მაღალი პოტენციალის მქონე თანამშრომლების მოზიდვის ხელშეწყობა. თანამშრომლების მოტივირება და შენარჩუნების მექანიზმების შემუშავება, დანერგვა, მათი კმაყოფილების კვლევა და შესაბამისი რეაგირება. დაწესებულებაში შესრულების მართვის თანამშრომლებისათვის ეფექტიანი უკავშირის მექანიზმების დანერგვა და მათი პროფესიული განვითარებისათვის სისტემური ღონისძიებების გატარება, მაღალი მოსწრების თანამშრომელთა აღმოჩენასა და შემდგომი განვითარების მიზნით. პოზიტიური და მაღალი ჩართულობის და სამუშაო მოსწრების ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობა. ადამიანური კაპიტალის მართვისას მონაცემების ანალიზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისათვის საფუძვლის შექმნა. საჯარო დაწესებულების სტრატეგიული მიზნის მიღწევისთვის ხელშეწყობა გამართული ადამიანური რესურსების მართვის პროცესებით და სწორი დაგეგმვით. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მონაცემთა ანალიზში ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტს ეხმარება საჯარო სამსახურში არსებული ისეთი პლატფორმები, როგორიც არის EHRMS და HR-Gov-G. ჩვენს მიერ აღწერილი ფუნქციების შესასრულებლად ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტს სჭირდება ეფექტური კომუნიკაციის უნარი, კონსულტირების უნარი, მონაცემების და ტენდენციების ანალიზის უნარი, პროაქტიულობა და შემოქმედებითობა. ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტმა კანონის მინიმალური მოთხოვნების მიღმა და წირი რესურსების პირობებში უნდა იპოვოს გამოსავალი და მოარგოს რეკომენდირებული მიდგომები თავის ორგანიზაციის სპეციფიკას. იდეალურ შემთხვევაში ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები მოქმედებენ როგორც პარტნიორები, რაც ნიშნავს, რომ ისინი წარმოადგენენ მთავარ დასაყრდენს ხელმძღვანელი რგოლისათვის ადამიანების მართვის და ორგანიზაციული მიზნების მიღწევის გზაზე.